იბრუნდით. Რაღაცნაირად შევეცადე საახალწლო განწყობა შევამეტანა, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, ხართ თუ არა ახალი ურთიერთობისთვის მზად, ხო? მოდით ვნახოთ, რამდენად ხართ მზად თქვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსაშვებად. როგორც ყოველთვის, ჯერ გავაკეთებ სიგნიფიკაციას, ვნახოთ თუ ამჟამად რა ენერგიებში იმყოფებით, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში და ამის შემდეგ ვნახოთ თუ რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ხო? სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით. კარგით, მოდით ვნახოთ თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ. დავდოთ ეს დასტა, ჩემი პირველი საყვარელი ვეითის დასტა და მაშასე ვნახოთ შვენიერ ენერგიებში იმყოფებით, მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, რა ენერგიებში იმყოფებით? რაღაცა სიახლის მიღების სურვილი გაქვთ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ აქ რომელიმე თქვენგანი ახალ პროფესიასაც დაეუფლა, ან სურვილი აქვს და გეგმავს იმას, რომ დაეუფლოს ახალ პროფესიას, ყოველი შემთხვევისთვის რაღაცა სიახლისთვის არის მზადყოფნაში, სიახლის მიღებისთვის. დღეს მოვიდა ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ცხოვრებისეული, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება, ასევე საქმიან სფეროში საკმაოდ გამოცდილი არის და საკმაოდ შემდგარი ადამიანი არის. ადამიანი, რომელსაც საჯარო გაშლა არის და ვიტყვი იმასაც, რომ აქ შესაძლოა უახლოეს წარსულში გქონდათ მარცხი სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით, რომელმაც საკმაოდ ისეთი დარდი დაგიტოვათ ცხოვრებაში, დეპრესიული სიტუაციებიც შესაძლოა და არ გამოვრიცხავ, რომ აქ გქონდათ, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად გაუმკლავდით, დაძლიეთ ეს დეპრესიული და ასე ვთქვათ, წარუმატებელი ურთიერთობიდან გამომდინარე მარცხი ჭრალებში, ეს მარცხი არ არის, ხო? და ახლა ხართ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში, ხა განტვირთვის, სიახლეების მოზიდვის, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების, ყოველი შემთხვევისთვის მე ამას მიჩვენებს, ხო? დასტა. მოდით კიდევ ვისთვის იქნება დღევანდელი საჯარო გაშლა. დღევანდელი საჯარო გაშლა იქნება იმათთვის, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა. აქ კიდევ ერთხელ მეუბნება, რომ მდგომარეობა, იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რა მდგომარეობა მათ დაგიმძიმათ, ასე ვთქვათ, თქვენი სულიერი სამყარო, ხო? აქ აშკარად არის, რომ რაღაც ძალიან დიდი დანაკარგი გქონდათ და ძალიან დიდი მარცხი განიცადეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხება გრძნობებს და ურთიერთობებს, იმიტომ რომ აქ ამომდის თასების მეფე, კიდევ კი, ეს დანაკარგი, რა თქმა უნდა, ოჯახს ეხება. აქ შესაძლოა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცბად მოხდა ვერ ხედავთ ხო, მე მგონი ასე ჩამოვწევ. უცბად მოხდა თითქოს თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, დაშლა. აქ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რომელიმე თქვენგანს ოჯახიც კი დაენგრა, ყოველი შემთხვევისთვის ძალიან სერიოზული ურთიერთობის დასრულებას ვხედავ აქ მე, ხო? მინიმუმ ერთად არ ხართ, რაღაცა დაპაუზებული სიტუაცია, ხო? შეიძლება ბოლომდე არ არის დამთავრებული, ხო? ეს ურთიერთობა, როდესაც გავაგრძელებთ გაშლას, შემდეგ გამოჩნდება ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ამ მომენტში, ამ წუთას, აწმყო დროში, თქვენ გაქვთ რაღაც ძალიან
ძალიან დიდი დანაკლისი, დანაკარგი, რის გამოც საკმაოდ ისეთი დეპრესიული მდგომარეობა გქონდათ, მაგრამ თქვენ საკუთარ თავში იპოვეთ ის ძალები, რომ გამოსულიყავით ამ მდგომარეობიდან, არ შეუშინდით ამ მდგომარეობას და ამ სიტუაციას, ბევრმა თქვენგანმა ასევე ცადა ძალებით ზუსტად ყურადღება გადაეტანა თავის საყვარელ სფეროზე, რაღაცა სწავლა დაიწყო, რაღაცა სიახლე შეიტანა თავის ცხოვრებაში და დამეწმუნდეთ, რომ ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ზუსტად ეს მომენტი დაგეხმარათ თქვენ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში, ხომ? ნუ, კარგით, თუ თქვენ იცანით საკუთარი თავი და საკუთარი სიტუაციები, ხო? მაშინ გავაგრძელოთ, ხომ? დღევანდელი გაშლა და ნახოთ, რამდენად ხართ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოუშვათ ახალი ადამიანი, ანუ თუ ისე ძველს მისტირით და ელოდებით, ხო? ანუ აქ სინიფიკაციაში მე ვერ ვხედავ, რომ მისტიროდეთ ყოველი შემთხვევისთვის ის, რაც თქვენ ცხოვრებაში მოხდა, ანუ თქვენი ცხოვრების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც მოხდა, ეს ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, დაშლა და შეჩერება, თქვენ ამას ანუ არ შეუშინდით, საკმაოდ თავიდან კი მტკივნეულად მიიღეთ, მაგრამ მე ახლა ვხედავ, რომ თქვენ ამ მდგომარეობიდან ხართ გამოსული, ხო? კარგით, მოდით მაშინ ვნახოთ, ანუ რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ახალი პიროვნება, ხო? ანუ ახალი ურთიერთობის დაწყება, ხო? კარგით, მოდით ვნახოთ, არ მინდა ძალიან მოგაწყინოთ თავი და ბევრი ვისაუბრო, როგორც ხდება ხოლმე, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქმის, აი ზუსტად მაგანდაზას მივყვე, ხო? კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, რამდენად ხართ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი პიროვნება შემოვიდეს და მე იმას გეტყვით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, რომ ნუ იყურებით ამ წარსულს, ნუ უყურებთ ისევ, ხო? ანუ იცხოვრეთ დღევანდელი დღით, ეს რჩევა ეხლა რა თქმა უნდა და გეტყვით მე ანუ რატომ გეუბნებით ამას, ხო? ნუ აქ ისეთი აკანები ამოვიდა, რომ უბრალოდ რჩევი და რჩევის სახით მინდა რომ გქონდეთ, ხო? ეს თუ გაითვალისწინებთ, კარგია, თუ არ გაითვალისწინებთ, გაატარეთ, ხო? ანუ წარსულზე ფიქრს მოეშვით, ხო? დატკბით იმით, რაც გაქვთ დღეს, ანუ იფიქრეთ მომავალზე, იზრუნეთ საკუთარ ბედნიერებაზე და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ანუ ჯანმრთელობა გადატანით მნიშვნელობით იგულისხმეთ, ხო? ანუ სულიერ ჯანმრთელობას გულისხმობ მე. რაც უფრო ჯანმრთელები ვართ სულიერად, მით უფრო ლამაზებიც ვართ ფიზიკურად, ანუ ყოველთვის კარგი განწყობა გვაქვს და ჩვენი კარგი განწყობა და ჩვენი ეს დადებითი ემოციები შემდეგ იზიდავს იმ დადებით ადამიანებს და იმ დადებით ენერგიებს, რომლებიც ჩვენ გვავსებენ და განიჭებენ ბედნიერებას, ხო? ამიტომ, როდესაც ხედავთ, რომ ურთიერთობა დასრულდა, ან დასრულების პირას არის, ხო, გაუშვით უბრალოდ რა სიტუაცია, ჭიდავებით, ასე ვთქვათ, ხო? ანუ და ნახეთ, ანუ სიახლეები მიიღეთ, ხო? კარგით, ნუ აქ მე ვხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ სინიფიკაციაში გვაქვს ის მომენტი, რომ თითქოს თქვენ ეს დაძლიეთ, ხო? ანუ ასე ვთქვათ, ეს წარუმატებლობა, ასე დავარქვათ, ხო? ურთიერთობების თვალსაზრისით, აქ ვხედავ მაინც, რომ რომელიმე თქვენგანზე მაინც იქნება, ანუ თუ ყველაზე არა, ხო? მაინც რაღაცა იმ წარსულს მისტირით თითქოს, ანუ ეხლა უკან იხედებით, ანუ იცით სწორედ მინდა რომ გადმოგცეთ, ანუ ადამიანი როდესაც წინ მიდის, მაგრამ უკან იყურება მაინც, ანუ ვინმე ხომ არ მომკვება, ანუ თითქოს გინდათ წინსვლა, ანუ თითქოს გინდათ ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ის წარსული არ განებებთ ანუ თავს და არ განებებთ თავს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ დაივიწყოთ წარსული, ხო? იმიტომ რომ აქ მე ვხედავ, რომ არის ის მოლოდინი, თითქოს დაბრუნების მოლოდინი. ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე არ გაქვთ მაინც, ხო? ეს
ურთიერთობა გაშვებული, ხომ? კარგი, შემდეგ გავაგრძელოთ, მოდით ვნახოთ რა იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა აქ ამოდის ქურუმიქალი და ქურუმიქალი, რის ქურუმიქალი არის, რომ ამ ყველაფერს არ მოერიოს, ხომ? და ამ ყველაფერს შეუშინდეს. ანუ მე იმას გეტყვით, რომ საკუთარ თავში სიახლეები აღმოაჩინეთ, ანუ რაღაც ისეთი ძალები აღმოაჩინეთ, ანუ რაღაც სიძლიერე აღმოაჩინეთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გითხარით, ანუ წარსულზე მაინც ფიქრობთ, ხო? ანუ გონებრივად მაინც ხვდებით და იცით ის, რომ უნდა დახუროთ ის ერთი კარი, რომ გააღოთ, ანუ მომდევნო კარი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე რომ გადახვიდეთ, ხო? ამიტომ აქ თითქოს თქვენს თავში გონებაში, ანუ იღებთ აი სწრაფ გადაწყვეტილებას, რომ ანუ უნდა დაამთავროთ ის, რაც იყო დღემდე და ხვალინდელი დღე, ანუ ახლის მიღებით უნდა დაიწყოთ, ხო? კარგით, მოდით მაშინ ნახოთ, რას მოგიტანთ ანუ ეს ყველაფერი, ხო? აი ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო მოგიტანთ იმას, რომ ანუ მოგიტანთ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, ანუ ხო, თქვენ თუ გააკეთებთ ანუ იმას და აქ მე დასტარასაც მეუბნება, რომ თქვენ პოულობთ საკუთარ თავში იმ ძალას და იმ ასე ვთქვათ გამბედაობას, რომ მიუხედავად თქვენი ძალიან დიდი სურვილის წარსულის დაბრუნების, ხო? ანუ თქვენ თუ მაინც გამოკეტავთ ამ წარსულის კარს, ხო? თქვენში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდება, ჩემო ძვირფასებო და ცხოვრების ეხლა ახალ ეტაპზე გადახვალთ, ანუ ხო? ანუ რაც კითხვაც იყო, ხო? ანუ რამდენად ხართ მზად თქვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანის, ანუ ახალი ურთიერთობების დასაწყებად რამდენად ხართ, ხო? ანუ მზად. მე იმას გეტყვით, რომ ზუსტად, ანუ თქვენ მოდით პროცენტული მანენებელი ავიღოთ, ხო? 90%-ით, ანუ ხართ მზად იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი შემოვიდეს, ხო? მიუხედავად ძალიან დიდი სურვილის, ანუ სურვილის იმის, რომ დაბრუნდეს თქვენი ძველი პარტნიორი, ხო? კარგით. და მას თუ ჩვენ ვართ მზად, რომ მივიღოთ ახალი პარტნიორი და შემოუშვათ ახალი პარტნიორი, მას ვინ შემოვა ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ჩვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, შემოვა ადამიანი, რომელიც გაგიხალისებთ ცხოვრებას, ადამიანი, რომელთანაც, ანუ სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ, ნახეთ, წყვილს, ანუ ხსა ოჯახური სიტუაცია, ანუ ოჯახური გარემო შეიქმნება, ხო? ანუ აქ შესაძლოა თქვენ გაიცნობთ, მოდით ნახოთ, იცნობთ თუ არა იმ ადამიანს, ხო? ვინც აპირებს თქვენ ცხოვრებაში შემოსვლას, ხო? ნახოთ, რას გვეთქვის დასტა, ხო, იმიტომ რომ აშკარა არის, ანუ ადამიანი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც დაიწყებთ ურთიერთობას, ანუ ეს ურთიერთობა არ იქნება ხანმოკლე, ხო? აქ იქნება ხანგრძლივი ურთიერთობა, მაგრამ იმასაც გეტყვით, ძვირფასებო, მაინც საჯარო გაშლა არის. აი ის ადამიანები, რომლებიც დღემდე მისტირიან და წარსულს, ღმერთო ჩემო, ჩამოვაყალიბე მე მგონი აზრი და წინადადება. აი მათ ცხოვრებაში იცით რას ვხედავ, ანუ რაღაცა გახურებენ გზას, ელოდებიან წარსულს. მოდით ვიტყვი მაშინ ესე იგი, ხო, რასაც ვხედავ. ანუ კი, ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ შესაძლოა რომ დაბრუნდეს ეს ადამიანი, ხო? ანუ თქვენი ყოფილი პარტნიორი, ხო? იმიტომ რომ მაინც პენტაკლები ამოდის და პენტაკლები ზოგადად ნელი ენერგია არის, ხო? ანუ სწრაფი დაბრუნება არ მოხდება, თუმცა დაბრუნების შემდეგ ვერ გეტყვით იმას, რომ ისე წარიმართება თქვენი ურთიერთობა, როგორი წარმართვის სურვილიც გაქვთ თქვენ და რა მოლოდინებიც გაქვთ, ხო? ნუ რჩევა მაინც ტაროსგან და ჩემგან იქნება ის, რომ დაივიწყოთ წარსული და დღევანდელი დღით იცხოვრეთ უბრალოდ და იყავით, ანუ მიმღებლობის ენერგიებში იყავით, ანუ მიიღეთ ის, რასაც გთავაზობთ ცხოვრება, ხო?
ნუ მაინც ვნახოთ, იცნობთ თუ არა იმ ადამიანს, რომელიც მოიჩქარის თქვენსკენ, ხო? ვნახოთ. ნახოთ. ერთი წუთით და გეტყვით ახლავე. ჩემო სიხარულებო. ამ ადამიანს შესაძლოა იცნობთ, ოღონდ ახალი გაცნობილი გყავთ. არ ხართ ჯერ ურთიერთობაში. კი, ანუ იცნობთ, მაგრამ ახალი გაცნობილი გყავთ. არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ. ანუ ყოველი შემთხვევისთვის სასიყვარულო ურთიერთობას გულისხმობ ხოლმე. შესაძლოა ისიც, რომ მხოლოდ სატელეფონო კავშირი გაქვთ ამ მომენტში, იმიტომ რომ მაინც აქ გზას ვხედავ და მანძილს ვხედავ, მაგრამ აშკარად არის ახლის დასაწყისი, ანუ რაღაცა ახალს ეყრება, რაღაცა ახლის ჩაყრის საფუძველი არის აქ, ხო? კი ბატონო, საკმაოდ ისეთი საკმაოდ შემდგარი ადამიანი არის, მინდა გითხრათ. კი. თვითკმარი ადამიანი, თავდაჯერებული, ხსე ისეთი წარმოსაჩენი. კი ბატონო. და ანუ ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს თქვენთვის. მინდა გითხრათ და არ შეუშინდეთ. კი ბატონო. გამოდით იმ დარდისგან, რაც გაქვთ, წარსულზე ფიქრს შეეშვით, იყავით აქტიურ ფაზაში და აი ეს იქნება თქვენი ჯილდო. მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ჯილდო, რასაც მე გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. დღეისთვის სულ ეს იყო. მე როგორც ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ, სიმშვიდეს გისურვებთ, ბედნიერებას და ძალიან დიდ სიყვარულს. ნახვამდის.